სტრასბურგში დღეს საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ რიგით მეორე სარჩელი განიხილება. საქართველოს ტერიტორიაზე რუსის სამხედროებისა და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაზე. ქართული მხარე ოკუპანტებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევას ედავება. იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გარდა რუსეთის ინტერესებს 15 უცხოელი ადვოკატი დაიცავს. მოსკოვის დამცველებს შორის იქნება მარატ კულახმეტოვიც. ნინო სამყურაშვილი საუბრობს სტრასბურგიდან. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დღეიდან რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს იმაზე, დაუშვას თუ არა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2 და გადაიყვანოს თუ არა ის განხილვის ახალ ეტაპზე და დაიწყოს თუ არა მასზე არსებითი მსჯელობა უკვე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. ქართული მხარე რუსეთს ედავება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე უხეშ დარღვევას, კერძოდ საუბარი არის სიცოცხლის წამების აკრძალვის, განათლების, საკუთრების უფლებების უხეშ დარღვევებზე და ქართულმა მხარემ ამ საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე დაიქირავა 2 უცხოელი ადვოკატიც. ჩვენ რუსეთს ვედავებით, რომ ის არის მოპასუხე სახელმწიფო, რომელმაც დაგეგმა და რეალიზაცია გაუწია უფლებების მასიურ დარღვევას აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს, რომ მისი სამართლებრივი სისტემა იყო არაადეკვატური და არარელევანტური ასეთი დარღვევების საპასუხოდ, ან როგორც მინიმუმ მას არ უსთია და არაფერი გაუკეთებია ასეთი დარღვევების გამოსასწორებლად. როდესაც სასამართლო შეერება მას საუბარი როდის იქნება ეს, მაგრამ გამოიტანს გადაწყვეტილებას, მოგეხსენებათ პროცედურებით მე ეს მოდის მინისტრთა კომიტეტში უკვე ამის აღსრულება. და როგორც საქართველოს წარმომადგენლის მინისტრთა კომიტეტში ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ რა პროცესები მოყვება უკვე ამას პოლიტიკური თვალსაზრისით. მოგეხსენებათ სასამართლო წყვეტავს სამართლებრივ საკითხებს, მაგრამ უკვე აღსრულება უფრო მეტად პოლიტიკური განსჯის საგანია და ეს ალბათ უკვე წევრ ქვეყნებთან და ჩემს კოლეგებთან ერთად ამაზე გაგრძელდება მსჯელობა. საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ საქმე ნომერი 2 ეს საქმე ქართულმა მხარემ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში შემოიტანა 2008 წლის 11 აგვისტოს, მაშინ როდესაც ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან საქართველოში უკანონო შემოჭრას და საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციას. დამატებითი მტკიცებულებები კი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ საქმესთან დაკავშირებით მოითხოვა 2 ჯერ. ეს ნინო